ბევრმა იცით, რომ ჯგუფში Facebook-ზე თუ მეტას ჯგუფში გვაქვს უფასო ასტროლოგიური სერვისები და ბევრი რატომღაც აღიქვამს, რომ ეს არის რაღაც დედა ტერეზას აქტი, რომ რაღაცნაირად ანვალდებული ვარ, ან საკუთარ თავზე ვიღებ იმას, რომ უფასო ანალიზები გავაკეთო, რაც რეალურად არ შეესაბამება სიმართლეს არანაირად. მე ეს უფასო ანალიზის სერვისი დავიწყე და შემოვიღე ზოგადად იმის გამო, რომ ადამიანებს შეძლებოდათ ელემენტარული ინფორმაციის მიღება უფასოდ ასტროლოგთან კონსულტაციის გარეშე და თანხის გადახდის გარეშე, იმიტომ რომ არის ასტროლოგიაში კონკრეტული ინფორმაცია, რომელსაც არ სჭირდება სიღრმისეული ანალიზი. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ცოდნა და ამას გავცემ ასეთ შემთხვევაში უფასოდ, მაგრამ ცოდნა სჭირდება, მაგრამ არ სჭირდება სიღრმისეული ანალიზი, არ სჭირდება დიდი დროის დაკარგვა და არ სჭირდება ძალიან ბევრი გამოთვლა. კონკრეტული ინფორმაციის გაცემას შესაბამისად, აი ესეთ ინფორმაციას გავცემ უფასოდ. თუმცა არ გამოდის ესეც უფასო, იქიდან გამომდინარე, რომ მე იმ ადამიანისგან ვითხოვ კონკრეტულად ნაბიჯის გადადგმას. ანუ, როდესაც მე გადავდგამ ნაბიჯს, იმისთვის, რომ თქვენ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენ გჭირდებათ. მე არ მჭირდება ეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ გჭირდებათ, მე ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ გავაანალიზო რუკა და უფასო სერვისის ფარგლებში მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც მე კონკრეტულად ცალკე ჩამოწერილი მაქვს უფასო კითხვების სია, ეს არის ის სია ზუსტად, ამ კონკრეტულ კითხვებს არ სჭირდება სიღრმისეული ანალიზი. სხვა გარდა ამ კითხვებისა, ყველაფერს სჭირდება სიღრმისეული ანალიზი. ამ სიიდან ნებისმიერი კითხვის არჩევა შეგიძლიათ, აარჩევთ კითხვას, ააგებთ შესაბამის რუკას, რომელიც იქ მითითებულია, სჭირდება ნატალური რუკა თუ სჭირდება ტრანზიტული რუკა, ააგებთ რუკას და დადებთ ამ რუკას და დაამატებთ ამ კონკრეტულ კითხვას. ზუსტად გადმოტანილს, იმიტომ რომ თქვენი ინტერპრეტაცია ხშირად არ ემთხვევა იმ კითხვის შინაარსს, რომელსაც მე ვდებ. ამიტომაც კითხვაში ყველა წინადადება, ყველა სიტყვა მნიშვნელოვანია და უნდა იყოს გადმოტანილი მთლიანად. მე ვიღებ პასუხისმგებლობას და ვდგამ ნაბიჯს, რომ დაგეხმაროთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს გადმოდგამთ ნაბიჯს, ააგებთ რუკას და დადებთ ისე, როგორც საჭირო არის. სხვა შემთხვევაში მე არანაირი ვალდებულება არ მაქვს და არანაირი საჭიროება მით უმეტეს არ მაქვს, რომ მე თვითონ ავაგო თქვენი რუკა და გავაანალიზო და მოგაწოდოთ, ანუ ესე ვთქვათ, ინფორმაცია, იმიტომ რომ მე არ ვთვლი, რომ ადამიანი გამოიყენებს იმ ინფორმაციას, რომელიც მიეწოდება მას ყველანაირი დაძაბულობის და შრომის ჩადების გარეშე. თუ თქვენ გჭირდებათ ეს ინფორმაცია, თქვენც უნდა იყოთ მზად, რომ გადადგათ ნაბიჯი, გააკეთოთ რამე. რუკის აგების ინსტრუქცია მიდევს, ტრანზიტულიც, ნატალურიც, უფასო კითხვების სია გამზადებული არის, არაფერი რთული არ არის. მით უმეტეს თუ ადამიანს აქვს რეალურად სურვილი მიიღოს ინფორმაცია, ყველანაირი გარემო ამისთვის ჩემს ჯგუფში შექმნილია.